ახლედი არის ამავდროულად ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ლიდერებს იბარებენ იმის გამო საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ და ამაზე თქვენ უკვე ისაუბრებთ. თქვენ არ აღიარებთ ყოველ შემთხვევაში ხო საქართველოს პარლამენტს იმ საქმეზე იბარებენ, რომ აი ბატონი ლეონიძე რომ დაიჭირეს, მაშინ მონაწილეობდნო მაშინდელ ხელისუფლებასთან ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ჯაფარიძე. ხო ხელისუფლება ამას ამბობს. დაიწყონ გამოძიება, აი ამათი პროკურატურის პირობებშიც დაიწყონ გამოძიება და გადავა შემდეგ საქმე სასამართლოში და წარმართონ ეს პროცესი, მაგრამ წარმართონ არა პროპაგანდისტულად, როგორც აპირებენ და მეოთხე მოსმენაზე შპს საქმეს იძიებენ, როდესაც ანონსდებოდა მთლიანად ომის საქმეები და ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას რო აპირებდნენ, ნაციონალური მოძრაობაში ვერავინ ვერ დახეს სხვა დასაბარებელი, თუ ისინი არაინტერესებს. ანუ ამბობენ რომ ყველას გამოიძახებენ, ხო? დაიწყონ გამოძიება. მათ შორის ისიც გამოიძიონ სააკაშვილის პერიოდში 5 წელი, რატო იყო ხაზარაძე ჯაფარიძე სასამართლოებში წარმოდგენილი. ახლა ხან არ ლაპარაკობდნენ ეს ამავდროულად კიდე გთავაზობთ თქვენ ხა ხაზარაძე და ჯაფარიძე წარმოადგენდნენ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და დღეს შეუძლიათ აღმასრულებელში ვინც იყვნენ საბანკო სექტორში დაიბარონ ეს ადამიანები, მოიწვიონ და მათ გაესაუბრონ. ხაზარაძე და ჯაფარიძე თავად რამეს თავად პასუხისგებლობა დაეკისრებათ თუ არ მივლენ, ხომ? ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვისმენთ საგამოძიებო კომისიის წევრებისგან, დიახ. ზოგადად საგამოძიებო საპარლამენტო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინსტრუმენტი. აი მაგალითად თუ გადახედავთ ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოს, იქაც ნახავთ რომ ოპოზიციის ხელში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც პარლამენტი იყო მრავალპარტიული წინა მოწვევის პარლამენტი, მაგალითად, როდესაც ჩვენ აი ზუსტად სამჯერ რეგისტრაცია არ გაიარა ქართულმა ოცნებამ და ჩააგდო ხომ ჩვენი საპარლამენტო მთლიანად ოპოზიციის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ცდელობა, მაშინ რატო არსეს ამას პატივი? რატო არსეს მაშინ, როდესაც მართლა წარმომადგენლობითი იყო. დღეს მათი კომისია თვითონ რეგლამენტს ვერ აკმაყოფილებს. დაიწყონ გამოძიება. ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვინ დაადგინა? რეგლამენტს ჩახედეთ და ნახეთ, რა არის რეგლამენტი, რა არის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციის მუხლში პირდაპირ არის მითითებული. პარლამენტი ხო თავის დროზე თქვენ უფლებამოსილება ცნეს. 80 აღარ აქვს შეიძლება, მაგრამ მაშინ ხონდა 89 წევრია. საქართველოს პარლამენტის აქვს ისეთი ფუნქციები, რასაც ის ვერ შეასრულებს. 80 კოჭლი პარლამენტია. სხვა შემთხვევაში, აი ლანა, სხვა შემთხვევაში, აი გასულიყავით თქვენ არ ხონოდა ეს ისინი და დარჩენილი პირდაპირ გეუბნებით, როგორც იურისტი. სხვა შემთხვევაში, როდესაც პარლამენტში არის წარმოდგენილი მრავალპარტიული წარმომადგენლობა, სხვა შემთხვევაში, როდესაც სხვა შემთხვევაში, როდესაც არ არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობა პროპაგანდისტული მიზნებისათვის და უბრალოდ ეს წარმოსახვითი რაღაც ჭორაობის საგნად არის გადაქცეული საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაშინ როდესაც შეუძლიათ პირდაპირ დაიწყონ გამოძიება და ან თუნდაც TBC-ის საკითხი თუ აინტერესებთ დაიბარონ TBC-ის ბანკის წარმომადგენლები, აღმასრულებლები ვინც იყვნენ სამეთვალყურეო საბჭოში ადამიანები წარმოადგენდნენ წევრებს, იმათ საერთოდ არანაირი უფლებამოსილება არ ქონდათ ჩაეხედათ შიდა აღმასრულებელ საქმიანობაში, ხო, მაგრამ ეს ხო თვითიდან გამოწვეულია. და მივიდნენ თქვენ ესენი მაშინ. იცით რა არის? მე არ ვამბობ მივლენ თუ არ მივლენ. მე ვამბობ იმას, რომ ჩემი დღევანდელი მოსაზრება და მიგვაჩნია და 1000 ჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს არის ქმედ უნარო, თავად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რაც არ სშიდებს საპარლამენტო კომისიის, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს და დღეს უბრალოდ ახლა მე რო გადავხედავ და ვუყურებ ამ შემადგენლობას, შემადგენლობა არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა და ახლა იმ პოლიტსაბჭოს სხდომაში ვინ რას წარმოადგენს და ვის რა აქვს გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს და ვის რასათხოვრით არის ჩემთან მოსული და შემდეგ ასე ვთქვათ, ბევრი კულუარული თხოვნებით იმ კომისიის შემადგენლობაში ეს კიდე ცალკე თემებია, ოღონდ მაშინ იმას წარმოადგენს